სიყვარული არის ღვთაებრივი თვისება. ეს ღმერთის ონტოლოგია შეიძლება ასე ითქვას, თითქმის, ანუ ღმერთის არსია თითქმის. და ის არსებობს იქ, სადაც არსებობს თავისუფლება. ანუ სიყვარული არის თავისუფლების აქტის რაღაც გამოვლინება და თავისუფლება პირობებს არ გუობს. ანუ ნახეთ, ადამიანის მოქმედება თუ არის სრული თავისუფლებით, მას წინაპირობა არ აქვს. და სიყვარული თავისუფლებასთან ერთად არსებობს. და თუ სიყვარულს აქვს წინაპირობა, მაშინ ის არ არის სრულყოფილი სიყვარული. და ამიტომ და ადამიანებს შორის არსებობს ესეთი სიყვარული, სრულყოფილი არ არსებობს. მეტნაკლებად ოჯახის წევრებს შორის შეიძლება არსებობდეს. მშობლიდან შვილის მიმართ, იშვიათად მეუღლეებში შეიძლება. პრინციპში ადამიანებს შორის რაღაცა მსგავსი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ძალიან იშვიათი. და ისიც იმდენად, რამდენადაც ღვთისნათელია ამ ადამიანში. თორე შვილის სიყვარულიც კი ძალიან რთულია, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან ეგოისტია. ხო, აი ეს არის და უპირობო და უფალი განმარტავს კიდე, უპირობო სიყვარულის ერთ-ერთი განმარტება ასეთია, რომ თავი თვისი დადოს მეგობრისათვის, ანუ თავი გაწიროს. აი ყველაზე მეტად საქმეში ათვლინდება, რომ თავის ბიოლოგიურ არსებობასაც კი წირავს. და მოსეს მაგალითზე და პავლე მოციქულის მაგალითზე ვხედავთ, რომ თავის მარადილ ხვედრსაც კი წირავენ, თავის სამშობლოსათვის. მე ვიყო წარწმენდილი, ოღონდ ჩემი ერი გადარჩეს. აი, ეს არის მაგალითები უპირობო სიყვარულის.